ტრამპის გიგანტური გამარჯვება ჩინეთში ახლა პუტინს პეკინში აცნობეს. რუსეთის პრეზიდენტი 2026 წლის 19 მაისს ჩავიდა ჩინეთის დედაქალაქში. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპი სი ძინპინს შეხვდა. და მოსკოვისთვის მიღებული გზავნილი მძიმეა. ჩინეთი კვლავ საუბრობს რუსეთთან მეგობრობაზე, მაგრამ უკვე გახსნა კარი ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ აქ ამოიჩენს ტრამპი პუტინის სუსტ წერტილს. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ენერგიის გასაყიდად, თავისი ეკონომიკის სანქციებისგან დასაცავად და უკრაინის ომში გამძლეობის შესანარჩუნებლად. მაშინ როცა სი ტრამპს ამერიკულ ბაზარს, ტექნოლოგიასა და გლობალურ სტაბილურობას უყურებს. პუტინი ჩინეთში პარტნიორობის გასამყარებლად ჩავიდა, მაგრამ იქ სი ხდება, რომელიც ტრამპთან საუბრის შედეგს მაგიდაზედებს. პუტინი ჩამოდის როგორც მოკავშირე, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. იმ დროს, როცა ტრამპი ჩნდება როგორც ლიდერი, რომელმაც პეკინს აიძულა ჯერ შეერთებულ შტატებთან თავისი ინტერესები დაეთვალა, ვიდრე შეზღუდვების გარეშე დაეცვა მოსკოვი, პუტინი ახლა ჩინეთშია, რათა მოისმინოს თანამშრომლობის დაპირებები. მაგრამ ის ასევე ისმის გაფრთხილებას, რომელიც ტრამპმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ვაშინგტონი კვლავ თამაშის ცენტრში დაბრუნდა და ჩინეთი არ დააზარალებს საკუთარ ინტერესებს კრემლის ყველა პრობლემის მოსაგვარლებლად. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. სი დათანხმდა სტრატეგიული სტაბილურობის ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეერთებულ შტატებთან. მაშინ როცა თეთრმა სახლმა გამოაცხადა კონსენსუსი ისეთ თემებზე, რომლებიც მეტ პროგნოზირებადობას მისცემს კომპანიებს, მომხმარებლებს და ბაზრებს. ეს ნიშნავს, რომ ტრამპს არ დასჭიროებია ჩინეთის საჯაროდ დამორჩილება. მან გააკეთა რაღაცა უფრო საშიში თავისი მოწინააღმდეგეებისთვის. მან პეკინი პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩართო, ევროპელი შუამავლების გარეშე, გლობალისტური ქადაგების გარეშე და ძველი დიპლომატიის გარეშე, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და ცოტას წვეთს. ჩინეთმა მიიღო დონალდ ტრამპი, იცოდა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ეკონომიკური ძალით მოქმედებდა. ამერიკის მთავრობამ გამოაცხადა ვაჭრობის საბჭოსა და ინვესტიციების საბჭოს შექმნა, რათა განეხილათ არასენსიტიური საქონელი და ორმხრივი ინვესტიციების საკითხები. სკოტ ბასეტმა ხაზინის მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ ეჩქარება ჩინეთთან ტარიფების დროებითი შეჩერების გახანგრძლივება, რადგან სიტუაცია სტაბილურია. ტრამპი მოვიდა და ზეწოლას მართავდა. ვაჭრობის ნაწილიც მნიშვნელოვანია. ბასეტის თქმით, ორივე მხარე მუშაობს დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის არასტრატეგიულ საქონელზე ტარიფების შემცირებასა ან გაუქმებაზე. ჩინეთზე ზეწოლაა კრიტიკული მინერალების საკითხზე, რაც გადამწყვეტი სფეროა ტექნოლოგიის, მრეწველობის, თავდაცვისა და ენერგეტიკისთვის. ტრამპმა გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები დღის წესრიგში დააყენა და ეს პირდაპირ ჩინეთის ნერვს ეხება. პეკინს სულს გაყიდვა, ზრდა, პროგნოზირებადობის შენარჩუნება და სრული შეჯახების თავიდანაცილება მსოფლიოს უდიდეს სამომხმარებლო ბაზასთან. და აქ ჩნდება პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი პეკინში ორდრიანი ვიზიტით ჩავიდა 19-დან 20 მაისამდე, რათა ეჩვენებინა, რომ პარტნიორობა სი ძინპინთან კვლავ მტკიცია. როიტერსმა დააფიქსირა, რომ ეს პუტინის 25-ე ვიზიტია ჩინეთში და რომ დღის წესრიგში ენერგეტიკა, ეკონომიკა და სტრატეგიული კოორდინაციაა. თუმცა ძალის იმიჯს ბზარი აქვს. პუტინი ჩამოდის მაშინვე ტრამპის შემდეგ და ახლა ჩინეთი ორივე მხარეს ესაუბრება. მოსკოვისთვის სი ძინპინის ყურადღების მონოპოლიას აღარ ანიჭებს. პუტინი ცდილობს გაკიდოს იდეა უსაზღვრო პარტნიორობის შესახებ, მაგრამ სუსტი წერტილი რუსეთის ფინანსებშია. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ენერგიის გასაყიდად, სანქციების ასაცილებლად და უკრაინაში ომის დროს თავისი ეკონომიკის ნაწილის შესანარჩუნებლად. The Guardian-მა აღნიშნა, რომ მოსკოვმა და პეკინმა გაზარდეს გადახდები რუბლებში და იუანებში და რომ ჩინეთმა დიდი რაოდენობით რუსული წიაღისეული საწვავი შეიძინა 2022 წელს შეჭრის დაწყების შემდეგ. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას, რომელსაც პუტინი თანასწორ პარტნიორობას უწოდებს, მაგრამ რეალური ძალთა ბალანსი სულ უფრო მეტად პეკინის მხარეს იხრება. დისკუსია გასცადენზე, სიბირის ძალა 2 ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ნათელს ხდის. მოსკოვს სულს ჩინეთს გაზის მიყიდვა გააფართოვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე პოზიციები დაკარგა. პეკინს სულს ენერგია, მაგრამ არ სულს მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებული იყოს. ამიტომაც ის სხვა მომარაგების გზებზეც საუბრობს და დივერსიფიკაციის სტრატეგიას ინარჩუნებს. ეს პუტინის სუსტ წერტილია, მას გაკიდვა სჭირდება, სი კი არჩევანის გაკეთება შეუძლია. ტრამპი სწორედ ამ წერტილზე ამახვილებს ყურადღებას. როდესაც შეერთებული შტატები ჩინეთთან ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სტაბილურობის საკითხებზე საუბარში ერთვება, პუტინს მანევრის სივრცე უმცირდება.
მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ კიში ეკონომიკური ზურდი ჰქონდა უზრუნველყოფილი. ეხლა ჩინეთი რუსეთსაც უყურებს, მაგრამ ტრამპსაც. და როდესაც სი ეროვნულ ინტერესს ითვლის, მან იცის, რომ ჩინეთის ეკონომიკა ბევრად უფრო დამოკიდებულია გლობალურ პროგნოზირებადობაზე, ექსპორტზე, ტექნოლოგიებსა და სტაბილურ ენერგიაზე, ვიდრე კრემლისადმი ბრმა ერთგულებაზე. ტრამპისა და სის შეხვედრამ ასევე შეეხო თემას, რომელიც ყველაზე მეტად ატუხებს მოსკოვს, უკრაინას. Financial Times-მა გამოაქვეყნა, რომ CM ტრამპს თითქოს უთხრა, პუტინს შეიძლება ინანოს შეჭრა. ჩინეთმა და რუსეთმა ეს ინტერპრეტაცია უარყვეს. მაგრამ ამ ამბის უბრალო გავრცელებამაც კი კრემლი განგაში ჩააგდო, რადგან ეს აჩვენებს მზარ დახკმას, რომ ომი მოსკოვისთვის თვირთად იქცა. Guardian-მაც აღნიშნა, რომ ომი ჩიხში შევიდა, მაშინ როცა უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული შეტევები რუსულ ინფრასტრუქტურას აზიანებს და შიდა დაღლილობას ზრდის. ტრამპს არ სჭირდება ჩინეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების გამოცხადება, რომ გაიმარჯვოს. მას მხოლოდ ის სჭირდება, რომ სი მიხვდეს, ვაშინგტონთან მოლაპარაკება უფრო მომგებიანია, ვიდრე პუტინის უსაზრო მხარდაჭერა. სწორედ ეს აშინებს მოსკოვს. ჩინეთს შეუძლია გააგრძელოს რუსული ენერგიის შეძენა, შეუძლია კვლავ მიიღოს პუტინი წითელი ხელი ხალიჩით, შეუძლია კვლავ ისაუბროს მეგობრობაზე. მაგრამ ლიდერებს შორის მეგობრობა მარტო ვერ დაფარავს ხანგრძლივი ომის ხარჯებს, ვერ გადაჭრის ტექნოლოგიურ ჩამორჩენას და ვერ ჩაანაცვლებს ბაზრებზე წვდომას. ირანს ჩნდება ამ განტოლებაში, რადგან ენერგია და რეგიონული უსაფრთხოება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩინეთზე. თეთრმა სახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა მიაღწიეს კონსენსუს გლობალურ სტაბილურობასთან დაკავშირებით, ხოლო ვიზიტის შესახებ სიახლეები კონფლიქტებსა და ენერგიას აყენებს დღის წესრის ცენტრში. პეკინისთვის ირანსთან დაკავშირებული გახანგრძლივებული ომი არღვევს მარშრუტებს, ნავთობს, დაზღვევას, წარმოებასა და ვაჭრობას. დონალდ ტრამპი მიიღეს ჩინეთის ხელისუფლების სპეციალურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია იშვიათ და მაღალი დონის შეხვედრებთან, რაც აძლიერებს პირადი ნდობის იდეას, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს. ეს არის გამარჯვება, რომელსაც ტრადიციული მედია ამცირებს. დონალდ ტრამპი შევიდა გარემოში, სადაც გადაწყვეტილებები მზადდება და არა მხოლოდ იმ დარბაზში, სადაც ფოტოებს იღებენ. ტრამპის გათქმა მარტივი და მკაცრია. ის ესაუბრება ჩინეთს ისე, რომ ართმობს ამერიკის ინტერესებს. ის ინარჩუნებს ტარიფებს, როგორც მოლაპარაკების ინსტრუმენტს. ის ითხოვს კრიტიკულ მინერალებს. ის ხსნის ხელოვნური ინტელექტის არხებს. ის აჩერებს ჩინურ ინვესტიციებს მგრძნობიარე სფეროებში. ის აჩვენებს, რომ ვაშინგტონს შეუძლია მოლაპარაკება მუხუმოდრეკის გარეშე. პუტინი ამჩნევს პრობლემას, რადგან რუსეთის ძალა სულ უფრო მეტად დამოკიდებულია ჩინეთის მოთმინებაზე. თუ სი ყიდულობს ნავთობს, მოსკოვს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. თუ სი ამკაცრებს ფას, მოსკოვი ითმენს. თუ სი აჭიანურებს გაზსადენის შეთანხმებას, მოსკოვი ელოდება. თუ სი ესაუბრება ტრამპს და ღია კარს ტოვებს ვაშინგტონთან, მოსკოვი კარგავს არგუმენტს, რომ სოფლიოს საბოლოოდ უკვე აშშ-ის წინააღმდეგაა. ტრამპის გამარჯვება ჩინეთში სწორედ აქ არის. მან სი პუტინისგან არ წაიყვანა, მაგრამ შევიდა იმ სივრცეში, სადაც პუტინს ეგონა, რომ მხოლოდ ის მართავდა. ჩინეთი ალბათ ფორმალურად გააგრძელებს პუტინის მიღებას, მაგრამ თითოეული ჟესტი სხვა მნიშვნელობას მიიღებს. თუ სი არასტაბილურობაზე ისაუბრებს, პუტინი ამას მოთხოვნად აღიქვამს. თუ სი ენერგიაზე ისაუბრებს, პუტინი ამას ფასად გაიგებს. თუ სი მშვიდობაზე ისაუბრებს, პუტინი ამას ზღურად გაიგებს. და თუ ტრამპი პეკინთან დიალოგს ღიად შეინარჩუნებს, კრემლს მოუწევს ომის, ნავთობის ფასდაკლებების, გაზის პროექტებისა და დიდი ძალის იმიჯის გადახედვა, რომელსაც ჯერ კიდევ ცდილობს მსოფლიოს მიყიდოს. შეერთებული შტატები თამაშის ცენტრში დაბრუნდა და ახლა პუტინს მოუწევს გაუმკლავდეს ჩინეთს, რომელსაც არ სურს მოსკოვის პრობლემებთან ერთად ჩაიძიროს. მილსონ ალოესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალოესის საზოგადოებაში.